მამუკა მდინარაძის უწყებას 2026 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 265 მილიონი ლარი ერგება, რაც იმას ნიშნავს, რომ სუსის დაფინანსება გასულ წელთან შედარებით კიდევ 13 მილიონით იზრდება. აქედან ნახევარზე მეტი, დაახლოებით 152 მილიონი ლარი უწყების თანამშრომლების ხელფასებზე მოდის. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიუჯეტი თითქმის გასამაგებულია. უკვე ცნობილია ისიც, რომ 2026 წელს დაფინანსება უმცირდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს 28 მილიონი ლარით. ბიუჯეტის პროექტი უკვე ოცნების პარლამენტშია და მას დეკემბერში დაამტკიცებენ. როგორია ოცნების პრიორიტეტები 2026 წელს და რაში აპირებენ ხალხის ფულის დახარჯვას? ივანიშვილის პარტიის წევრები. ნანო ჩაკვეტაძე გვიერთდება დეტალებით. დიახ, რატომ გეგმავს ოცნება, რომ კიდევ უფრო მეტი ფული დახარჯოს სუსის გავლენებისა და ეფექტიანობის გაძლიერებაში? ხომ არ სჭირდება ეს ტოტალური კონტროლის დამყარებისთვის? ეს შეკითხვები თავად ოცნების წარმომადგენლებს დავუსვით, ვიკითხეთ გაზრდილ ხელფასებთან დაკავშირებითაც. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მომდევნო წლიდან პენსია მხოლოდ 20 ლარით გაიზრდება, სამაგიეროდ პრაქტიკულად სამჯერ იმატებს მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობების პირების, მოსამართლეების, საჯარო სამსახურებში დასაქმებული კადრების ხელფასები. მაგალითად, ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე ამ შეკითხვებზე გვპასუხობს, რომ საჯარო სამსახურებისა და პოლიტიკური თანამდებობების მქონე პირებისთვის ხელფასები ყოველწლიურად აუცილებლად უნდა გაიზარდოს, რადგან ამას კანონმდებლობა ადგენს და გვერდს ვერ აუვლიან უბრალოდ. რაც შეეხება სუსის ბიუჯეტის ზრდას თითქმის 14 მილიონი ლარით. აქ პაპუაშვილი ამბობს, რომ ოცნების მთავრობა მამუკა მდინარაძის უწყებას ნამდვილად ემადლიერება. პაპუაშვილის თქმით, სწორედ სუსმა იხსნა ქვეყანა რევოლუციის არაერთი მცდელობისგან ბოლო წლების განმავლობაში. სულად 10%-იანი ზრდა არის საჯარო სექტორში დასაქმებული ყველასთვის, ექიმებისთვის, თუ მასწავლებლებისთვის, თუ ყველასთვის, ვინც არის საჯარო სექტორში. მოყოლეთ საჯარო სამსახური არ საჯარო სამსახურში დისკრიმინაცია ამ მხრივ არ ხდება. არის 10%-იანი ზრდა, რომელიც შეეხება ყველას, ვინც არის საჯარო სამსახურში, იქნება ეს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც ჩვენგან ქების გარდა სხვა არაფერი ეკუთვნის. იმიტომაც გვაქვს ჩვენ აქ უსაფრთხოება და მშვიდობა და იმიტომაც არის რომ გარედან ვერ ახერხებენ ჩვენ საყირავებას, რომ ჩვენი ქვეყნის საყირავებას, რომ უსაფრთხოების სამსახური კარგად მუშაობს. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში დარწმუნებულები არიან, რომ სუსის გავლენების კიდევ უფრო გაფართოება და გაძლიერება რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისთვის ფარული მიყურადების, მათი დაშინებისა თუ შანტაჟის მუქარის მიზნით ინფორმაციის შეგროვებისთვის სჭირდება. ამას ემსახურება მათ შორის ამ უწყებებში დასაქმებული კადრებისთვის ხელფასების შემოსავლის გაზრდა. რეალურად მაგალითად სუსის ბიუჯეტის მატებაც სწორედ იქ დასაქმებული ადამიანების ხელფასების გაზრდას გულისხმობს. არის 30 მილიარდი ლარით განსაზღვრული, რომლის 40% იხარჯება ერთის მხრივ სოციალურ ხარჯებში, ხოლო მეორეს მხრივ საჯარო მოხელეების ხელფასებში და პრემია დანამატებში. გაზრდილი სოციალური ხარჯების რაოდენობა ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში სიღარიბე ვერ მარცხდება და კიდევ უფრო მეტი ადამიანი საჭიროებს სოციალურ დაცვას და შემწეობას სახელმწიფოს მხრიდან. ამის პარალელურად მცირდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ბიუჯეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობები მცირდება, აღარ შემოდის ინვესტიციები და შესაბამისად ხარჯი, რომელმაც უნდა გაზარდოს საქართველოს ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური მდგომარეობა, არის შემცირებული და ამ მხრივ არის მნიშვნელოვანი პრობლემები ბიუჯეტში. ჩანს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვადასხვა ტიპის პროექტები კი არ არის ასე ვთქვათ პრიორიტეტული ივანიშვილისთვის და მისი გუნდისთვის, არამედ პრიორიტეტული. გახლავთ მხოლოდ აი ამ რეპრესიული აპარატის შენახვა და იმ თანხების და ფინანსების მოძიება და ჩასხმა ასე ვთქვათ ამ სახელმწიფო სტრუქტურებში, რომელიც არის მიტაცებული ოლიგარქის მიერ და რომელიც ატარებს ხოლმე ოლიგარქის ინტერესებს. შეჯამებისთვის კი შეიძლება ითქვას, რომ 2026 წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში ორი ძირითადი სახიფათო მიმართულებაა: ძალოვანი უწყებების გაძლიერება სრული პოლიტიკური გავლენისა და კონტროლის მოპოვების მოტივაციით, ასევე რეჟიმის მოსამსახურეებისთვის კიდევ უფრო გაზრდილი ხელფასები ქვეყანაში უმწვავეს სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში.